მეორე ტურში გამარჯვება ქართულმა ოცნებამ ფოიერვერკით აღნიშნა. ახალციხე ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში სახელმწიფო კანდიდატმა ოპონენტს თითქმის 40%-ით აჯობა. ქართული ოცნება მეორე ტურში გამარჯვებას მთელი ღამე ზაიმობდა. გიორგი კოპაძე პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატთან თითქმის 5%-იანი სხვაობით დამარცხდა. ქართული ოცნების კანდიდატი დღეს წარმატების მთავარ მიზეზად ძალების გაერთიანებას მიიჩნევს. დღეს ყველა ახალციხენი გავერთიანდით. ახალციხე და ადიგენი და ერთად ავართ და უდიდეს გამარჯვებას მივაღწიეთ ამ ერთად გაერთიანებას. ერთიანობას მიიჩნევს გამარჯვების მთავარ მიზეზად ქართული ოცნების მერობის კანდიდატიც. ვლადიმერ ზედგინიძე თანამებრძოლის მსგავსად პირველ ტურში ასევე დამარცხდა თავის ოპონენტთან. ამ მეორე ტურმა უფრო მეტი და კარგი შედეგი იმიტომ მოგვცა, რომ გაერთიანდა ადამიანები, გაერთიანდა ჩვენი ქალაქი და გაერთიანდა ის ურთიერთობა, რომელიც მომავალი ცხოვრების გზის მანიშნებელი იქნება. ნაციონალური მოძრაობის დამარცხებული კანდიდატი ქართული ოცნების კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს. ვაჟა ჩიტაშვილი თითოეულ ამორჩევას მადლობას უხდის და საჭიროების შემთხვევაში მათ მხარდაჭერას ისევ პირდება. ახალციხელი ადიგენელი საზოგადოება ამომრჩეველი თვლის, რომ მათმა კანდიდატმა გიორგი კოპაძემ გაიმარჯვა და დააფიქსირა ასეთი არჩევანი. ამ არჩევანსაც მიესალმები, მაგრამ რაღაც ცოტა ეჭვმეპარება, რომ ეს ასე იყოს და წარმატებას უსურებ კანდიდატს. ვიტყვი ამას და მათგან განსხვავებით 9 კანდიდატი 10-ნი ვიყავით, ბოლოს 9-ნი დავრჩით. არც ერთმა არ იკადრა და ისურვა, რომ ჩემთვის პირველ ტურში გამარჯვება მოელოცა, მე მიულოცავ თითოეულ კანდიდატს, ვინც გაიმარჯვა, ავად თუ კარგად და წარმატებას უსურვებ თავიანთ საქმიანობაში. მეორე ტურში 38 ადიგენის საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ ყველა საარჩევნო უბანზე გაიმარჯვა. შედეგების ასეთ რადიკალურ სხვაობას არ ელოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი დამარცხების მიზეზად მოსახლეობის დაშინებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ასახელებს. შედიოდნენ პრაქტიკულად ყოველ ოჯახში. და ეუბნეოდნენ, ზოგს ეუბნეოდნენ იმას, რომ ქალაქს და სოფელს აღარ ექნება წყალი და შუქი და გაზი, თუ კი არ მიცევთ ჩვენ კანდიდატს ხმას. ზოგს ეუბნეოდნენ, რომ შენ ახალგაზრდა ბიჭი ხარ და ქუჩაში გავლა რა გიჭირდება. და აი ამას გაუძლებდა თუ ვინ გაუძლებდა, რამდენი გაუძლებდა, ყველაფერი ხდებოდა ამაზე დამოკიდებული. მეორე ტურის შედეგების მიხედვით ახალციხესა და ადიგენში გიორგი კოპაძემ ამომრჩეველთა ხმების 69.3% მიიღო, ხოლო ვაჟა ჩიტაშვილმა 30.18%. საოლქო კომისიის თავმჯდომარის თეა გავაშელის განცხადებით, საარჩევნო პროცესმა 7 ვითარებაში ჩაიარა. ზოგადად 44 მაჟორიტარულ ოლქში, რაც მე მაქვს ინფორმაცია ამ წუთისთვის 7 გარემოში ჩაიარა კენჭისყრა, მთელი დღის განმავლობაში 7 გარემოში მიმდინარეობდა, შემოსულია ოქმები, დასრულებულია კენჭისყრა, შემაჯამებელ ოქმებს კიდე გაივლის საოლქო საარჩევნო კომისია, თუმცა პირველადი შეხედულებით ოქმებზე დარღვევები ნაკლებად ფიქსირდება, ან არ ფიქსირდება საერთოდ. ხოლო რაც არის, რამოდენიმე ოქმს აქვს შესწორების ოქმი ან ახსნა განმარტება. ვაჟა ჩიტაშვილმა არჩევნების მეორე ტურში 53 უბნიდან მხოლოდ ვალის 2 უბანზე გაიმარჯვა. რაც შეეხება ირაკლი ერეკლიშვილს, ოპონენტმა ქართული ოცნებიდან ქალაქის ყველა უბანზე დაამარცხა.